რეკლამა მალე გაიარა, უბრუნდებით დისკუსიას. და ის ჩანაწერი ალბათ შეიძლება საზოგადოებამ არის გათვითცნობიერებული. როდესაც თუ გახსოვთ მელიას განაჩენი რო იყო გასაჩივრებული, იქ პირდაპირ ჩაწერა ევროპულმა სასამართლომ, რომ პოლიტიკური ნიშნით უარი თქმა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით ეს არის დაუშვებელი. ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ სამართლებრივ სისტემას ჩამოანგრევს. რა თქმა უნდა. და საპირისპიროს გვეუბნებიან ეხა ევროპარლამენტარები, ანუ ჩვეულებრივმა ადამიანმა რომ იფიქროს, ვის უნდა დაუჯეროს. მოდი ვთქვა, მან განსაკუთრებული ყურადღება ეს მესმის, მაგრამ ამ ქალსაც მივაქციოთ, კაცო, დაგვინიშნეს პრეზიდენტი ხალხო. ხო, არა, ჯერ მანამდე არა, უცებ გავიაროთ ეგეც რა. პრეზიდენტი დაგვინიშნეს. ეს სიგიჟე არის, მეგობრებო. ანუ მე ადამიანი ჩვეულებრივი მოკვდავი ხო უნდა დავფიქრდე რომ თუ ყველა თელსოფლიოში ევროპაში ყოველ შემთხვევაში ამბობს რომ ეს სასამართლო ევროპული სასამართლო არის ყველაზე კომპეტენტური ისინი რომ მსჯელობენ და გადაწყვეტილება გამოაქვს მე ალბათ იმას უნდა დაუჯერო ასევე არჩევნებთან დაკავშირებით ხო EU-ს უნდა დაუჯერო ესენი ვინ არიან მაშინ ხო დაიცვათ მაგაზე ვილაპარაკოთ და ერთი კიდევ წრე შემოვხაზოთ მეგობრებო ძალიან სწორია ქურუმებს არ ვეთანხმები რატომ ქურუმი მაინც რაღაც გარკვეულ დაწერილ თუ დაუწერილ რელიგიურ კანონს ან რაღაც რაციონალურ წესდებას მისდევს ხო და ეს არის ბესპრედელშიკობა ანუ როდესაც არ მინდა კუჩური გამოთქმა ვიხმარო მაგრამ ყველას მოგივიდათ კითთან დაკავშირებით ეს გამოთქმა აი ესე გვექცევიან რა და ეს რაზე მეტყველებს ეს არის ბოლო ჟამი ევროპული როდესაც ხვდები ძალა არა აქვს რომ ოკუპაცია მოახდინოს ჯარით იქიდან გიტევს თავის ლოგიკაში ბჭყალებში მიხლართება და იძულებულია ესეთ ციგიჟები აკეთოს ეს არის ბოლო ჟამი მათი შალო მე მაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა რომ ჩვენ არ სვამთ ამ შეკითხვას რა ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრები არ ვართ და კავშირი დიდად დაკავებულია იმით რომ გვასწავლის არა ევროკავშირის წევრობა გვინდა ხო არა ხო და თუ გინდა არა შალო მან არის მეორე მომენტი ანუ რო გავხდებით მე აღარ იქნება ხო ასე ეს სტატუსი მქონდა ეს არის ჩვენ ძალიან ბევრი თემა აი ამ სტუდიებში და ჩვენ სტუდიებში დაიშვა რომ ქვეყნისთვის გახდა აქტუალური რა ერთ-ერთი მთავარი იყო ის რომ ევროპა ეგეთი არ არის როგორც ჩვენ ამოვიდგა შემდეგი თემა არა რომ ჩემი აზრით რა მეც როგორც ნიგაფობლად ერთი დამოგვიდები ადამიანი ამბობ რომ ჩვენ თუ გონია რომ აი ევროკავშირის წევრები გავხდებით მე შიგნით უფრო მაგრები ვიქნებით და ჩვენი სიტყვა და ჩვენი ევროპა ქართველი ევროპარლამენტარები იქ რაღაც სხვანაირად დაამყარებენ და ჩვენკან ანუ საქართველოს აი ავდგებით და მოლდოვას დავჩაგრავთ არა ეგრე არ იქნება ამის იმედი მოექნებათ ნუკრიმ თავის გამოსვლაში თქვა ძამშოვანი ერთი თემა რა რომ ევროკავშირის იდეა მე გავაგრძელებ და შევცვლი ევროკავშირის იდეა მარცხდება. ანუ რას გულისხმობ? იდეა რომ 26-27 სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკა ექნება. თან ამიტომ ეს სიგიჟე რომელიც გქონდათ გაცხადებული რომელმაც პრაქტიკაში აჩვენა ეს არ მოწონს იმ თავარ ქვეყნებს რა. მე მართლა მესმის როდესაც შენ ხარ გერმანელი გარასახადების გადამხდელი და აფინანსებ ძალიან ბევრ ადამიანს ვიღაც ქართველი უსაქმურები რომ იქიდან მათთვის ანუ ხო ხდები შენ ხარ გერმანელი შენ გინდა რომ აუცილებლად საქართველოში იყოს გეი ქორწილი გინდა რატო გინდა გაუგებარია პოლიტიკაა მათი არა ჩვეულებრივი გერმანელი რო ხარ ვაფშე არ გინდა ეგა არა არიან გერმანელებსაც ეგ უნდა არა მე გერმანიაში დაყოფი ვარ და არ არის ეგეთ ცუდი ხალხი არა კაი ხალხია შეხედე ამ ბიუროკრატებზე ლაპარაკობ ხო ალბათ ეს არის გერმანიას პრობლემებია ძალიან გერმანია არის იცი რომ გერმანიას არ ცალია ეხლა არ ეცლება იმიტომ რომ გერმანია არის ორ საბედის წერო არის ორ ნაწილად გაყოფილი ანუ გერმანელმა მომჩევლებმა დაამტკიცეს რომ ყოველგვარი სინსქერნის გარეშე ხარს წერენ ციგიჟებსაც ყოველგვარი პრობლემების გარეშე ვისაც ირჩევენ ის ხალხის უმრავლესობა კი ბატონო ძალიან ყოველგვარ სინსქერნის გარეშე ხართ სიგიჟეებს და აქ არის ასე ლაპარაკი რომ მოდით ვთქვათ რა რომ მე ერთ ძალიან ცინიკურ ამისაც ვიტყვი რა რომ 2022 წელს მე აღმოჩნდა
რომ რაც ხდება ჩვენს ირგვლივ არის ძალიან ფანტასტიკური არის საქართველოსთვის. რა ეკონომიკური დაგვაქვს ძალიან მაგარი. ანუ რაც აი მოვთქვათ აი ჩვენ თუ ვიქცევით პრაგმატულად ცოტა პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში კი ტურისტული ზრდა ქვეყნის დაალაგება ქვეყნის განვითარება რატო არ ვაკეთებ ამას ევროპას კიდე მომენტ შევეხები რაც აი სიამოვნებაში ხარ უაიღო შეერთებული შტატები state ნიშნავს სახელმწიფო სიამოვნებაში პირდაპირ თარგმნს შეერთებული სახელმწიფოები არის ესე არის უფრო მეტი ავტონომია აქვს ხშირ შემთხვევაში შტატს ვიდრე ეხლა ევროკავშირის რომელიღაც ქვეყანას კი ბატონო რატომ არ არის ეს შტატებში პრობლემა და რატომ არის ეს ევროკავშირში საქმე ის არის რომ შეერთებული შტატები ჩამოყალიბდა პროტესტანტულ ეთიკას იქ შეიძლება შენ სხვა რელიგიის წარმომადგენელი ყოფილიყო მაგრამ ამ ეთიკის ნაწილი იყავი იქ ბიზნესის კეთება შრომითი ეთიკა და ასე კი ბატონო და ამ სივრცის ნაწილი იყო ევროპა ისტორიულად კულტურულად რელიგიური ომების შედეგად ჩამოყალიბდა არა კი არ ჩამოყალიბდა განსხვავებული ზონები რადიკალურად განსხვავებული ესპანელი და შვედი ერთი და იგივე საფრანგეთის ჩრდილოეთში მცხოვრები ნორმანდიაში მცხოვრები ადამიანი და ლაზურნი როგორ არის კოდაზურზე მცხოვრები საერთოდ სხვადასხვა ხალხია იტალია სამია იტალიაში ვიწყარ დამყოფი თვითონ ამბობენ ანუ სიცილია საერთოდ სხვა ქვეყანაა და მით უმეტეს ახლა ბალკანეთი რო შევიდა არა ეს ხო ეგ კიდე სხვა არის შესაბამისად სიჭრელი ანუ ყველანაირი კრიზისი საიდან იწყება არის პოლიტიკური სისტემები რომელიც რაღაცა დონის განსხვავებებს იტანს მაგრამ ამ დონის განსხვავებებზე მეტი როდესაც არის ეს განსხვავება იქნება სერიოზული კრიზისი საქმე ის არის ეხლა ამის აღიარება არ გვინდოდა რა რომ ძირითადად პოლიტიკის გამსაზღვრელები ევროკავშირში იყო საფრანგეთი, გერმანია და ბელუქსის სახელმწიფოები. ბენელუქსი კი ბატონო. ხო, აი ეგ ძირითადად, ნუ ეს ჰოლანდია, ბელგია. ძალიან სხვადასხვა დიდარი და წარსულში იმპერიული ქვეყნები. რომლებიც მსგავსი წარმოდგენების პოლიტიკური ცხოვრების თუ ჩრდილოეთ საფრანგეთს ავიღებ და გერმანიას, ნუ სამხრეთ საფრანგეთი კიდე ცალკეა, მაგრამ ნუ ერთი ის არის, რა ქვია, ერთი ეთიკა არის მაინც. სხვა დანარჩენი რო შეუერთდა, იქ ჩდება უკვე მთელი რიგი განსხვავებები. და ამის გამო ჩვენ ვერ ხვდებით რომ ეს პროექტი, ევროკავშირის პროექტი ჩვენ გამოცდილებასთან გარკვეულ კონფლიქტში მოდის. რა თქმა უნდა. იმიტომ მათი დამოკიდებულება მაგალითად რელიგიისადმი სულდა არის განსხვავებული. ახლა პროტესტანტის დამოკიდებულება არა მარტო რელიგიისადმი, შრომისადმი, სხვა საკითხისადმი. ქართველის, მართლმადიდებლების, რა თქმა უნდა. არ მარტო ქართველის, უფრო ახლოს ვინ ცხოვრობდა, აი ბალკანელებზე საუბრობ. ლეგენდის მართლმადიდებლები იყვნენ. ზოგი არა კათოლიკებიც იყვნენ, რა თქმა უნდა. ბალკანელი მართლმადიდებლები კიდე განსხვავებული, კათოლიკური სამყარო განსხვავებულია კიდე. შესაბამისად, ისეთი სიჭრელე იქნება, სადაც გინდა არ გინდა თუ კრიზისის პერიოდში ეს ამოტივდება. რატომ არის ახლა უნგრეთი რო ესე ის თავი აქვს ამოყოფილი და მე მგონი უნგრეთთან ევროპული ერი რო არ არის ესენი ხო ურალიდან არიან ესეც მნიშვნელოვანია და უნგრელების კიდე გამოცდილება უნგრელები ყველაზე ესე ნაწყენი ხალხია ფილოსოფიურ ომზე მის დროს 13-15% თავის ტერიტორიას დაკარგეს ავსტრიას მისცეს არა ყველას მისცეს აბსოლუტურად ხო ყველა მეზობელს და თავიანთი განსაკუთრებული ესეთი დამოკიდებულება და მაგიტომ ვერ ეწერებიან იმ საერთოში. ეხლა ჩვენი პრობლემა რა იყო აი ამ ხნის განმავლობაში? ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ არ ვსვამდით ისეთ გულახდილ შეკითხვებს, თუ ვინ ვარ ჩვენ და ჩვენი ხასიათი უბრალოდ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით ვინ ვართ, მაგრამ არ უტყდებოდით საკუთარ თავს. სადღეგრძელოებში ვამბობდით, რომ ვინ ჩვენზე ცუდი რამე თქواس და სიმღერებში ვამბობდით, მაგრამ ეხლა მოვიდათ, რომ ჯანსაღი პატრიოტიზმი. სხვა შორის პატრიოტიზმი, უღურა პატრიოტიზმი ცუდია, იმიტომ რომ შეიძლება ნაციონალიზმში გადავიდეს. მე მიხარია რომ დღევანდელი ჩვენი პატრიოტიზმი ნაციონალიზმში არ გადავიდა. ეგ 90-იან წლებში ეგ პრობლემა გქონდა ჩვენ. ხო. ლოგიკურია საერთოდ ან პოლიტიკაში არის ესეთი პროექციის შეცდომები ყველა ძალიან ხშირი. როდესაც გონია რომ როგორც შენ ხარ და როგორც შენ ფიქრობ, სხვაც ეგრე უნდა იყოს. აი
ნუკრი მახსენა აი ამერიკის და ევროპის შეერთებული შტატები ასე ვთქვათ რა და სწორედ ის არის რომ ანუ ლოგიკურია რომ ამერიკა რომელიც არის რაღაცა ასე ვთქვათ კონგლომერატი სხვადასხვა ჩასული ხალხის ისიც ჩვენ გიყურებს როგორც რაღაც ესეც და შენ რო ხარ იწყებს ლაპარაკს რომ მე რაღაცა 800 წლიანი ჭადარი მაქვს და 3000 წლიანი ისტორია და რაღაცა და აი ამ სიღრმეებიდან ელაპარაკები მისთვის ეს არის რა ვიცი ცოტა გაუგებარი ანუ ის არის რაღაც მართლა პროტესტანტული ეთიკა ვაჭრობა და ყველანი წავედი ჩვენ სახლში და რაღაცა კანონზე შევთანხმდით ანუ არის ერთი სისტემა რომელიც დგას აი ამ რაღაც ლეგალიზმის პრიმატზე როგორც აი რაღაც კონსტიტუციონალიზმი კი ეს ცხადია კარგია და კაცობრიობის მონაპოვარია მაგრამ არის სამყარო რომელსაც აქვს უფრო მეტი ანუ რაღაცა უფრო სიღრმისეული რომელიც მერე ავლენს თავს და ევროპაში და ევროკავშირში სწორედ ეს არის ხო ის განსხვავებები რაც არსებობს ის განსხვავებები არის ეროვნული განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ეს ეროვნული განსხვავებები როგორც აღმოჩნდა აი ამ რაღაცა კონგლომერატში შეყრიცას უკვე იძლევა აი ასე ვთქვათ იმ პრობლემებს ხო რომ აი მე მაგალითად უნგრელს ეს არ მოწონს ბრიტანელს საერთოდ არ მოწონს იქ ყოფნა და გავიდა კიდე ესპანელს რაღაც არ მოწონს და ყველას ერთად არ მოწონს ევროკავშირის ბიუროკრატია და ჩვენ აქედან რომელიც არ ვართ ევროკავშირის წევრი უკვე აქედან არ მოგწონს იმერებს ვინც არიან იმათ არ მოწონს როგორც ბერძნებს რომლებმაც დიდი ასე ვთქვათ ვალის დამღა დაედოთ გერმანელებისგან და ასე მიაჩნიათ რომ უნდა არჩინოს ევროპას აბერძნეთი და საერთოდ მე ნიკუშას პათოს ვიზიარებს სულად ანუ ჩვენ უნდა დავიწყოთ ანუ ჩვენთან არის მართლა რელიგიური ანუ ევროკავშირში რო შევალთ აი რა ხდება აი არ ვიცი შეიძლება მეც არ ვიცი ბევრი რაღაც აი რა ბენეფიტები აქვს რა არა ხო ეკონომიკურად რეგულაციების ხრივ კულტურულად შემიძლია გითხრა რომ ძალიან ბევრ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო დარგს კარგი დღე არ დააქვს. ხო, აი მაგალითად ეგ. მე ვენახე. ნუ წინასწარ მაგაზე ხა საუბარი. იმაზე რაზეც ძალიან ადრევია. უბრალოდ აწევა კითხვა რომ დაისვა ნიკუშა ამბობდა რომ იქ რო იქნებითო მე რა იქნება. არაფერი არ იქნება და იცი რატო არ იქნება. იქამდე თუ ამ მდგომარეობით ამ პოზიციებით მიგიყვანეს იქ შენ აღარ სურვილი გექნება პრეტენზია რო გამოყვა და პრეტენზიორი ვერ გეყოლება ქვეყანაში და აღარ საშუალება აღარ გექნება ეს ბოდიში მომითხოვია და დაგაჩმორეს იქამდე რომ მიხვალ მე ახლა იქნები თუ შეხვედი დამთავრებული იქნები რა მორჩა ის შენთვის იქნება განცხრომა მაგრამ ეს რაც შეეხება რელიგიასთან დაკავშირებით ახლა რელიგიის ნაწილში რა თქმა უნდა მართალი ხარ ჩვენთვის თავარია და განსაზღვრელია რომ არა რელიგია ვინ ვიქნებოდით ან ვიქნებოდით თორა ეგ ცალკე საკითხია მაგრამ რელიგია აგერ ერთმორწმუნე რუსეთი ყავდა საბჭოთა კავშირის სახით მაგრამ იმის წინააღმდეგაც იბრძოდა ქართველი ხალხი იმიტომ რომ აქ იყო ღირსების საკითხი დადგა და სუვერენიტეტის ანუ როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ ანუ მოდიან და პირდაპირ გეუნება ვიღაცა მოდი პირდაპირ თქვათ რომ აი ბოდიში მომითხოვია და ნიკოლოზის დროინდელია რო იწყიან ხოლმე ხა კი მიხვდებით ვიზია ხო გორბაჩოვის დროინდელი რასა იუკნევიჩიანე გორბაჩოვის დროინდელი პირდაპირ გაგებით მოდის და გეუნება რომ მე როგორც მინდა ანუ ევროკავშირი ევროპარლამენტი გეუნება თქვენ უნდა იაზროვნოთ ისე როგორც აზროვნებს რასა ქალბატონი რასა ეს იყო საბჭოთა კავშირის მეტი ხო არაფერი არ ყოფილა. დაჟინაკლებად იყო. ხო, არა. მეტი ხო არა. ისინიც გეუბნებოდნენ, უნდა იაზროვნოთ ისე, უნდა იცხოვროთ. ხო, რა თქმა უნდა, უნდა იცხოვროთ ესე და ასე შემდეგ. ამას ვერ შეეგუა საზოგადოება და მოხდა ის რაც მოხდა. და დღეს იგივე უარესი მეთოდებით და ვინ მაშინდელ საბჭოთა კავშირის დროს რომ იყვნენ ის ხალხი, დღეს ახლა ჩვენ გვეუბნებიან რომ არ კანონის უზენაესობა საქართველოში არ გვაინტერესებს. არ გვაინტერესებს თქვენი კონსტიტუცია ანუ არ გვაინტერესებს რაღაცა თქვენი დამოუკიდებლობა საღიაზრი არაფერი სამართლიანობა ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო თქვენ უნდა იცხოვროთ მოიქცეთ ისე როგორც გვინდა ჩვენ და ეხა ამას რაც გინდა დაუპირისპირე ქართველი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია თქვენ წარმოგიდგენიათ ეხა რას ვართ გადარჩენილები? რას გადავრჩით, რომ მაგალითად ხელისუფლებაში არ მოიყვანეს ის ხალხი, ვისი ლობისტიც არის, თქვათ ეს ჯგუფები. რა უბედურებას ვართ გადარჩენილები. ანუ რასაც ესენი ახლა ამ რეზოლუციებში წერენ, ის უნდა აღსრულებულიყო. ის უნდა აღსრულდეს. ეს იყო მათ თავში მოხარშული გეგმები, ეს არის გეგმები. ცოტა ხანში ნახავთ უკვე სხვა რაღა უნდა ჩაწერო. სხვა შემდეგ რეზოლუციაში ჩაგვიწენენ რომ ვინც სამჯერ იტყვის საქართველოში რომ რაღაცა
ევროპული პრინციპებით ვცხოვრობ, იმას არ შეეხო სისხლის სამართლის კოდექსი, ან ადმინისტრაცია, ან რაღაცა. სიგიჟეები, სულ სიგიჟეში გვამყოფენ. პოლიციელი ჩემი სუფრები. ხო, სულ სიგიჟეში გვამყოფენ. ლიბერალ პოეტს. ხო, რა თქმა უნდა, კაცო. ყველას არა. ანუ ეს არის ქვეყნის შეურაცხყოფა და დაცინვა და აქამდე წარმოიდგინოთ ეხლა ესეც, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩვენ წარმოდგენა რომ არ ქონდა, კი არაფერი შეცვლილა, ეს ხალხი სულ ესეთი იყო და სულ ესეთი მიდგომები ჰქონდათ, უბრალოდ ინფორმირებულები არ ვიყავით, სხვანაირად ვიყავით ინფორმირებულები და წარმოიდგინე რომ ეხლა თუ თქვათ რაღაცა ცოტა პროცენტია, რომელიც ბრმად მხარს უჭერს, ეს რო გაგიხარდება და ამას რომ მხარს დაუჭერ, ის რო გეტყვის ვიღაცა, რომ აი პრეზიდენტი თქვენი იქნება ეს აქ იქნება ესე, აქ არ მაინტერესებს არც იმის გადაწყვეტილება, არაფერი არჩევნები, აქამდე მიმაჩნდა რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. დღეს ახლა 3 კვირის შემდეგ მიმაჩნია რომ აღარ უნდა ჩატარდეს. და თქვენ აღარ უნდა ჩაატაროთ და ტაში მეგობრებო. და ამას რომ ადამიანები და ხო უფრო მეტი ადამიანი ვიყავით, ამის ხარდამჭერი არა, რა თქმა უნდა, ინფორმირებები არ ვიყავით, მაგრამ ამათი ხარდამჭერები ხო ვიყავით მეტი. ხო და რა საწოდაობა იყო, რა დღეში ვიყავით, ხო წარმოგიდგენიათ? ანუ ეს ჯგუფები რა დღეში ამყოფებენ ამ ხალხს. წარმოიდგინე ამისი მხარდამჭერი რა ჭკუაზეა, ვინ არის და როგორ შეიძლება ეს გამოადგეს თქვათ ქვეყანას, საზოგადოებას და რაღაც ქვეყნის მომავალზე. მცირდება რაოდენობა. კი ბატონო, მცირდება, მაგრამ დღეს თავიანთი კვლევებით მცირდება. ამ რეზოლუციას რომ ხარს დაუჭერ იმასაც რომ ხარს დაუჭერ რომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოთ იმ რეზოლუციის ჩანაწერებს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ეს არის თქვენი ის არ დაგვაუწესო ის მარადის წვანე საერთოდ ჩარჩა მე მგონი ხო მე მგონი არ იშლება ხო კი აი რაღაც მაგია ორჩი გაიჭერდა გამოვუშვით მორჩა ყველგან არის და თავარი არ დაგვაუწეს კიდე ამ რეზოლუციაში სიგიჟეებს თავი დავანებოთ ერთი რამე გავითვალისწინოთ 15 ივლისს არის ევროპის საბჭოს ასე ვთქვათ, სხდომა შეკრება, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. და მე ვფიქრობ, რომ აგერ დღეს ვთქვათ 10 რიცხვში იყო თუ როდის იყოს გამომცხარი რეზოლუცია, მე ვფიქრობ, რომ იმათ აუწიეს სათოფკე რო ქვია, რომ მიცეს იმათ საშუალება, რომ იმათმა ახე 480 ევროდეპუტატი ამას ხელს აწევს და რას ლაპარაკობთ აქ როგორ შეიძლება ის დაბლოკავს. არა, რა თქმა უნდა, დაბლოკავებიც არიან, მაგრამ ერთმანეთთან როგორ თამაშობენ იმისთვის, რომ საქართველოში როგორ კორუმპირებული არის თვითონ ეს ორგანიზაცია. უყურეთ, როგორც გინდა ამერიკაში და გინდა ევროპაში, როგორც ბიზნესის ლობირება არის ფასიანი, ასევე არის პოლიტიკაში ლობირება ფასიანი და ეს ყველაფერი არის ქთამი. მე ქთამეები, ჯგუფები ჩვეულებრივად არც ბიზნესის ლობირება, მაგალითად რაღაცა კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა, რომელიმე ხელისუფლების მიერ რაღაც დადგენილების შეცვლა და ასე გამარტივება პირიქით და ასე შემდეგ, ეს არ ხდება უფასოდ. ამაში ოფიციალურად ყველა მითის, რომ ფული იხდება. უბრალოდ სახელმწიფო ჩაუჯდა წილში, რომელიც ან ვერ აკონტროლებს, ან კიდევ ცდილობს, რომ პირიქით გამოიყენოს ეს ყველაფერი ჩვენაირი ქვეყნებისათვის, წილში ჩაუჯდნენ ცალკე პროცენტებს იღებენ ამაში. და ცალკე იყენებენ სათავისოდ. ჩვეულებრივ მექთამეები ცდილობენ, რომ საქართველოში აურიონ სიტუაცია და გამოიყენონ იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ სამიზნე ეს სულბოდო არ გამოздეთ. რა თქმა უნდა, არ გამოздეთ. ჩვენთან ამნაირ ხალხს იჭერენ და ყველაზე ქთამის მიმცემიც, შუამავალიც და ქთამის ამღებიც იჯერა სისხლის სამართლის კანონმდებლობით. ისინი კიდე მას რა ქვია? უკვე საპასუხოდ ჩვენც უნდა დავწეროთ ეს რეზოლუცია და ოთარი ვაღიაროთ გერმანიის კანცლერად. კი ბატონო, ხო, მართალია. დიდი მადლობა მეგობრებო. რა პრობლემაა? შემდეგ შაბათამდე გემშვიდობებით, კარგად გზანდებოდეთ. თემები არც ამას არა. აი ასე ვამთავრებთ გადაცემას.